გადავიდნენ ადრე, აი სწრაფად გაათამაშოს. და ჰაშიმპიდი აბუთი ამოვაგდო და აფრიკელები დაწინაურდნენ. სიხრმეში დარტყმული პირველი ბუთი. მეკანი, როგორ გაიარა კარაქივი და რამხელა ნაბიჯებით გარბის და სისწრაფეში 8 ნომერი რას მირბის ნახე უბრალოდ. შესანიშნავი ჰაშიმპიდი და აფრიკამ დაფრინავს. თითქოს 19-ში უკვე დასკვნით ტურში. დაუპირისპირდებიან შოტლანდიელ თანატოლებს. ხო, და არა და აი გაიტანს ხო? არა აქვს დომინაცია ჯერჯერობით არც ერთ გუნდს. კარგად დადგა არგენტინა მეთოქი შეკინებაში, რა ფეხს ურტყამენ აქ. აი ამაზე იყო გათვლილი. ეზატყვა ჯეიკო უილიამს. საუც არის ნახოთ 15-იანში ძალიან კარგი შანსი აფრიკას იყო გაძარდოს უპირატესობა. დაგვიანებული აი შაქცევა ჩემი აზრით. გაძლევს თამაშის საშუალებას, კი ბატონო, თამაშგარის უპირატესობა მიიღო მაინც საბოლოოდ. დადეს მაინც ლელო არგენტინა მოლი კარგია, არგენტინას თავარია მოიგონ ბურთი და ახერხებენ ამას და აქ ლელო გარდაუვალია, აქ კი ბატონო, მშვენიერი ლელო და მე მგონია რომ აი ეს შეუძლიათ არგენტინელებს თამაში. ისევ თამაშგარი არის, რა თქმა უნდა, აი გადამოწეულია, აქ ყველაცათვის მოდის ხაზზე უნდა იდგეს წესით. აი ასე სანიშნა ჯერმეროზე რომ ორჯერ იყავით უკვე თამაშგარეში, ახლაც იგივე გამეორდება და არ გამოვირცოთ რომ ახლა ყვითელი ბარათი მიიღოს აფრიკამ, რადგან 3ჯერ მოხდნენ თამაშგარეში, ეს პასი კარგია. მაგრამ აბა, პასი შეიძლება, ვის პასი და უნდა გადახტე? როგორც მინიმუმ. კი, და საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციაა. ვაი, კი. შევიდა საბოლოოდ ნჯარიმა. ყოველ შორის ერასმუსმა განაცხადა რომ შემადგენლობის შეცვლას აპირებს და ვფიქრობ კარგი დაცვა აფრიკელების მხრიდან ახლოს არიან ბურთის გაღლეტვასთან არ გამოუვიდათ. და წამოვიდნენ აფრიკელები, აქ თელი ფინტების კორიანტელი და საბოლოოდ შევალელოში კი ბატონო მაინც ახერხებს. ტიჟისთვის. კომბინაციას ცადონ და ასე შემდეგ, ხო, დატრიალდა შეინება. იღეს ისე უპირატესობა ჰაშიმპიდის ბოჭოპიდისგან. და საბოლოოდ გაიტანეს. ბოჭვაც აღარ შორს მიატყეს ფეხი და ჯუსტის ვეღარავინ შეაჩერებს და ზუსტად მე-80 წუთის მიწურულს აფრიკა გაზრდის ანგარიშ